ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს კოორდინაციით კიბოს სკრინინგის პროგრამაში შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად 20-მდე მსურველი ჩაერთო. ისინი ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის მომსახურებით ისარგებლებენ, რაც შესაძლებელს გახდის პათოლოგიის ადრეულ გამოვლენას. ცენტრში ამბობენ, რომ მონაწილეები საჭიროების შემთხვევაში შემდგომი მკურნალობის კურსსაც უფასოდ ჩაიტარებენ. ერთობლივად დავგეგმეთ კიბოს კლინიკზე ჩვენი მოქალაქეების მობილიზება ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. მოგიხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ავადმყოფობა, მეტნაკლებად იმატა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა, თუმცა ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ ადრეულ გამოკვლევების მაჩვენებლების მატებასთან და ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს მაჩვენებელმა იმატა. მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ამ კვლევის ჩატარება, იმიტომ რომ მთლიანი პროგრამა ფინანსდება შემდგომი ეტაპებიც და ხელმისაწვდომი არის ეს პროგრამა თითოეული მოქალაქისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტნაკლებად ჩვენი მოქალაქეები ამ ინფორმაციას ვერ ფლობენ, ამიტომ პირველადი ოჯახის ექიმების მუშაობა არის ძალიან გააქტიურებული, რომ ცნობადობა გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების და იცოდნენ, რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს ქვეყანაში, რომელიც მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის არის უპირველეს ყოვლისა აუცილებელი და შემდეგ უკვე სასარგებლო შედეგისთვის. დღეს უკვე პირველადი ჯანდაცვაში ვგულისხმობ საექიმო ამბულატორიებს, აქტივობა იყო მთლიანად ყველა სოფლის საექიმო ამბულატორიაში, თუმცა პირველ ეტაპისთვის მოხდა 20-მდე ადამიანის მობილიზება და მათი ტრანსპორტირება, რომელშიც უკვე მოგვეხმარა თვითონ ქუთაისი, ტრანსპორტირება ქალაქ ქუთაისში. ამ პროგრამაში ასევე ჩართულია მუნიციპალიტეტი და ამბულატორიული ცენტრი ჩვენი ჯეოხოსპიტალის და ყველა მოქალაქე შეუძლია იქ მივიდეს მომსახურების გაწევის მიზნით. ასე მობილურად წავიდნენ ეს ქალბატონები ამ ეტაპზე კვლევის ჩასატარებლად. მე მინდა წავიკითხო ის ჩამონათვალი, რომელიც უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვის შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი აი ამ პროგრამის მომსახურებით. ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის კონტინგენტის ქალბატონებს, იგი ითვალისწინებთ მამოგრაფიულ გამოკვლევას, ორპროექციაში და მამოლოგიურ გასინჯვას, შემდეგ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაშიც კი უფასოა შემდგომი კვლევა. ძუძუს სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდება, ხო, ასევე საშვილოსნოს სყელის სკრინინგი 25-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, მორფოლოგიური კვლევაც უკვე შემდგომი იქნება უფასო, თუ კი რამე საეჭვო შემთხვევა იქნება. სკრინინგი ჩაუტარდება პროსტატის კიბოზე 50-დან 70 წლის მამაკაცებს და ასევე ითვალისწინებს იგი ანტიგენის PCR გამოკვლევას ასევე უფასოდ და არის პროსტატის კიბოს სკრინინგი. სტატისტიკურმა მაჩვენებელმა, როგორც გითხარით, მოიმატა და ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის კიდევ მეტად ჩვენს მოქალაქეებში ჩატარებული გამოკვლევების რაოდენობას, ამიტომ მე ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ ადრეულ ასაკში და ადრეულ პერიოდში ეცადონ თუ კი რაიმე სიმპტომებს ამჩნევენ ან პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარონ ეს გამოკვლევა და მიიღონ მომსახურების სერვისი. კიბოს კლინიკის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, ამის შესახებ რეგულარულად გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ინფორმაცია მოსახლეობას და არაერთხელ ხდება ჩვენს მიერ ორგანიზება ამ პროცესის მოსახლეობის ჩართვა ამ პროგრამებში.